ბათუმი პირველ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს ღონისძიება ამ წუთებში სასტუმრო შერატონში მიმდინარეობს. რა ხდება ფორუმზე, ჩვენი კორესპონდენტი ირინე წუწუნავა ჩაგვერთება პირდაპირ ეთერში. დიახ, ნინო, ფორუმის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი სასტუმრო შერატონში დილის 10 საათიდან მიმდინარეობს. ფორუმი ოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა. არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ ეს ფორუმი არის ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. აჭარის პირველმა პირმა ასევე სიტყვით მიმართა შეხვედრაზე მყოფ ბიზნესმენებს და მათ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა. ხაბაძის განცხადებით, აჭარა არის ტურისტული რეგიონი, სადაც არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ხოლო ქვეყანაში არის ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა და შემცირებული გადასახადები, ასევე საინვესტიციო გარემოსა და იმ შეღავათებზე ქვეყანაში, რომელიც არსებობს ბიზნესმენებისთვის, რათა მათ ფული დააბანდონ, ისაუბრეს ასევე აჭარის ეკონომიკის მინისტრმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ იცით, რომ მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, საქართველოს შედის ახალფაზაში და ჩვენთვის საინვესტიციო მიმართულება არის ამ კუთხითაც საინტერესო, გვინდა ბიზნეს სექტორს, ინვესტორებს, მოქმედს და დაინტერესებულ ინვესტორებს გავაცნოთ ეს სიტუაცია ბოლომდე, აუხსნათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში კონკრეტულად აჭარაში საინვესტიციო პროცესები და რა პოტენციალი აქვს ჩვენს რეგიონს. საინვესტიციო გარემოს გარდა ფორუმის მონაწილეებს ასევე აცნობენ რეგიონში არსებულ საპრივატიზაციო ობიექტებს. ფორუმი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს როგორც ადგილობრივი კომპანიები, ასევე 7 ქვეყნის უცხოური კომპანიის წარმომადგენლები. პრეზენტაციებს სამთავრობო უწყებებთან ერთად ასევე აკეთებენ ის კომპანიებიც, რომლებმაც ჩადეს თანხა რეგიონში, უკვე დააბანდეს ინვესტიცია, რაც შეეხება თავად ფორუმს. ბათუმი საინვესტიციო ფორუმს პირველად მასპინძლობს, თუმცა ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ეს არ იქნება ერთჯერადი, მომავალშიც გაგრძელდება და მომავალ წელს იგი უფრო მასშტაბური გახდება.